თავისუფლები არიან კუდის და ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნებიც ირაკლი ყიფშიძე, რევაზ შიუკაშვილი და გიგლა შიოშვილი. პირადი ინფორმაციის შემცველი ფარული ჩანაწერების მოპოვება შენახვაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდანვე გაუშვეს. საუბარია მარტში ინტერნეტში გავრცელებულ უკანონო ჩანაწერებზე გახმაურებული საქმის ფიგურანტთა გათავისუფლების მიზეზი კი წინასწარი პატიმრობის ვადის სამოწურვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე მათგანი განაჩენს ციხის გარეთ დაელოდება. დაცვის მხარე პროკურატურას მტკიცებულებების არარსებობას ედავება, პროკურორი კი ადვოკატებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. კუდის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი რევაზ შიუკაშვილი, გიგლა შიოშვილი და ირაკლი ყიფშიძე წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვის საფუძველზე დღეს გაათავისუფლეს. 2016 წლის მარტში YouTube-ზე გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდისა და ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები გამოძიებამ აპრილში დააკავა. კიდევ ერთი ბრალდებული ვასილ ლელუაშვილი პატიმრობაში რჩება. ის უკვე მსჯავრდებულია, თუმცა სხვა საქმეზე. მაგიტოზი ვარ და საერთოდ შემხებლობა არ მაქვს აღნიშნულთან, არანაირი შეხების წერტილი არ მაქვს და ამას დავამტკიცებთ ჩვენ. რატომ მაინდა-მაინც რატომ წარგიდგინეთ თქვენ ბრალი მაინდა-მაინც? ერთადერთი მე ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ სამმა პირმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა, საქმის არსებითი განხილვა კვლავ გრძელდება. მხარეები საკუთარ სისწორეში დარწმუნებულები არიან და მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ნივთიერ მტკიცებულებებზე და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით ბრალდებულებს დამნაშავეება დაცხადებს, დაცვის მხარე პირიქით ირწმუნება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან. სასამართლო პროცესები მედიისა და საზოგადოებისათვის დახურულია, ვინაიდან საქმეს სხვის პირად ცხოვრებას ეხება. რატომ არ დადგა ამ დრომდე განაჩენი, პროკურორი კითხვას ასე პასუხობს. ვერ მოხერხდა საქმის დასრულება, იმიტომ რომ ხუთი სხდომა დაცვის მხარის მიზეზით უბრალოდ გადაიდო. ჩვენი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა სწორედ იმ მტკიცებულებებს, რომელზეც მე უკვე თავში მოგახსენეთ და გითხარით, რომ ეს არის ასეულობით მოწმე, ეს არის წერილობით მტკიცებულებები, ეს არის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც შეკრებილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოკვლეულია სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით და სწორედ ეს მტკიცებულებები დაარწმუნებენ სასამართლოს, ერთადერთი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კანონიერი და სამართლიანი არის გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებულთა ადვოკატების მტკიცებით პროკურატურა მხოლოდ იმ ორი მოწმის პირდაპირ ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც ამავე საქმის ბრალდებულები არიან. საუბარია ზურაბ პავლიაშვილსა და რომან ზაალიშვილზე, რომლებსაც პროკურატურამ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვის უკან დატოვეს. 100-მდე მოწმე დაიკითხა და კიდე არის დასაკითხი, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ რომელიმე გარდა ერთისა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მიმართ რაიმე ამხილებელი ჩვენება მისცა, უფრო მეტიც. რიგ შემთხვევაში და უმეტესმა მოწმემ საერთოდ გამორიცხა, როგორც ირაკლი ყიფშიძეც, ასევე დიმიტრი თათრიშვილის ბრალდებულობა, რაც შეეხება იმ ერთ მოწმეს, ის ერთი მოწმე არის, მოწმე რომელმაც თავისი განთავისუფლების სანაცვლოდ მისცა ის ჩვენება და მას რეალობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 2016 წლის მარტში გავრცელდა. პროკურატურამ ბრალი 8 პირს წაუყენა, 2 მათგანი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. 2 საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, 3 ბრალდებული დღეს გათავისუფლდა. კუდის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი კი განაჩენს კვლავ საპატიმრო დაწესებულებაში დაელოდება.